ერთი რამ მინდა ვთქვა. დღეს ყველაზე მძიმე დღე იქნება ალბათ ჩვენთვის. დღეს დღევანდელი საღამო, დღევანდელი ღამე. დღეს უნდა გადაწყდეს თბილისელების შეგნებაში და უნდა ჩამოყალიბდეს ის, რაც არის ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით. როდესაც ხელისუფლებას წაგებული აქვს ესეთი სამარცხვინო ომი, როდესაც უამრავი ადამიანი დაიღუპა, უამრავი ტკივილი დატრიალდა საქართველოში, ამორალურია, რომ მათ ჩაიბაროს აღლუმა. მე ესე ვფიქრობ, ჩემო კარგებო, დღეს უნდა ვიდგეთ მაგრად მხნეთ, ხვალს შევიკრიბოთ 12 საათზე, კიდევ უთხრათ ერთმანეთს, რისთვისა ვარ ჩვენ მოწოდებული და უნდა წავიდეთ და დავანახოთ მთელ საზოგადოებას, ქართულ საზოგადოებას და ასევე მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ არა ვართ იმის ღირსი, რომ დამარცხებული მხედართმთავარი აწყობდეს აღლუმებს რუსთაველის გამზირზე და ხალხი ამას არ მიიღებს. ჩვენ ვართ ღირსებით სავსეერი და უნდა ვიქცეთ ამათ, რომ ჩვენ გენეტიკაში გვაქვს ეს. გაიხარეთ შემოძმებო, ჩვენ მთელი საღამო აფიქნებით, მთელი ღამე აფიქნებით ამ ჩვენს მეგობრებთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძნელია, წყალი, პური, ყველაფერი ძნელია, მაგრამ ვენაცვალე მე ამ ადამიანებს, ამ ქალბატონებს, ამ ვაჟკაცებს, მიუხედავად ყველაფრისა ისინი დგანან და ჩვენც მათთან ერთად, ჩვენ თქვენთან ერთად, თქვენ ჩვენთან ერთად, იმიტომ რომ ძალა ხალხშია, ძალა თქვენშია, ჩემო კარგებო. გაიხარეთ.